ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის დონეზე დატოვა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2025 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ წინა თვეებთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება გარკვეულწილად საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა რისკებმაც განაპირობა. საქართველოს ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს იქნება. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი ერთი მხრივ არის ის, რომ ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებელთან შედარებით დაბალი ნარჩუნდება და თებერვლის მონაცემებით 2.4% შეადგინა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ დონეს გაუტოლდა თებერვლის მონაცემებით. ეს ტენდენციები ძირითადად თანხმდრაში არის ეროვნული ბანკის მოლოდინებთან და პროგნოზებთან. გლობალურად მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე რისკები კვლავ სახეზია, რამაც შესაძლებელი არის ამ პროგნოზიდან გადახედვა და გადახრა გამოიწვიოს.